ეს თუნდაც იდეალური პერსონაჟი, იდეალური ადამიანის ვიცი და ეს ზეცობის გასწავლა. ეს ყველაფერი გულოსემ ერთადერთი რაღაცა. ავტომატის პროგრამის განხორციელება. აი ეს ერთ არგანულია. კი. ეს ფათაშორის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, პირადად მე ესე ვხედავ. მორალისგან თავისება არ არის მორალისგან თავის. აბა შენც თქვი და იქნებ შეაერთოს. შეიძლება რაღაცა კითხვებში არ გეთახვებით ნამდვილად, მაგრამ ეს უბრალოდ იყო ჩემი აზრით, ეხლა მე ძალიან კარგად შეიძლება ვერ ვიყავ, მაგრამ რაც მიყვარს მასში, მოკლედ, ის თქვა მინდა, რომ ეს იყო თქვენი მხრიდან, თქვენებურად აღქმული ქრისტიანსანი, თქვენ როგორც გაიგეთ და ეს იყო პარალელები გაგმული ბუდასთან და სხვა სარწმუნოებებიდან გამომდინარე იყო ახსნილი ქრისტიანსანი, თუმცა დიდ მოგამიდა ამ გადმოსახედის ის დანახვისთვის ჩვენთვის მოგახსენოთ, მაგრამ რაღაცა საკითხებს შეიძლება არ გეთახვით, მაგრამ მადლობა ქრისტიანული რაღაცების გამო, მაგრამ დიდი მადლობა და გითხრათ, რომ ამ სხვა გადმოსახედიდან დაგვენახეთ მაინც ყველას. ლიბერალური იყო დამოკიდებულება მადლობა. კი ბატონო, აი ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელ თემაზე მივედით, ერთ წუთს აგართმევთ ალბათ კიდევ. რატომ თქვი რომ რუსთაველი თავისუფალია მორალისაგან? იმიტომ რომ ის გვთავაზობს ესეთ რაღაცას, ის იმეორებს სიუჟეტს, რაც მისი მთავარი ხერხია, როგორც ვიცით, არის ავთანდილის და თინათინის ხაზი და არის კიდევ ტარიელისა და ნესტანის ხაზი. ძალიან ბევრი დეტალი ამ ორ სიუჟეტში ემთხვევა ერთმანეთს, ძალიან ბევრი დეტალი განსხვავდება და აი ამ დამთხვევებით და განსხვავებებით რუსთაველი გვეუბნება თავის ყველაზე დაფარულ აზრებს. ისეთ რამეებს, რასაც უბრალოდ ვერც გადაკრულათაც კი ვერ ამბობს. ანუ რაც უფრო ღრმად არის აზრი დაფარული, მით უფრო მნიშვნელოვანი და ღრმა აზრია და რა არის ეს აზრი? ის რომ დღემდე რუსთაველოლოგიამ ვერ ახსნა ერთი ფაქტი. ეს კეთილშობილი დიდსულოვანი გმირები, რომლებიც ავთანდილი და ტარიელის სახით გვევლინებიან, რატომ კლავენ ადამიანებს. ანუ რატომ ჩადიან რაღაც გაუმართლებელ კვლევებს. ტარიელი კლავს სასიძოს, რომელსაც არც იცნობს, რომელსაც მისთვის არაფერი დაუმშავებია, რომელსაც საერთოდ არავისთვის არაფერი დაუმშავებია. ავთანდილიც იგივეს აკეთებს. ავთანდილი კლავს ჭაშნაგირს. ავთანდილი კლავს. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო ჩემის აზრით ვეფხისტყაოსნის. ავთანდილი კლავს ჭაშნაგირს, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაცნობილი ხალი ეუბნება, რომ ეს ადამიანი ჩემთვის საშიშია და უნდა წავიდე და მოკლა და წამიდის და კლავს. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხალის შუაზე დადის, რასაც აკეთებს, ის არის მკვლელი უბრალოდ. გაუმართლებელ მკვლელობას ჩადის და ვერანაირი მორალით, მით უმეტეს ქრისტიანული მორალით, სადაც არის არაკაცკლა, ამას ვერ ახსნით. თან ეს არის მოწოდებული როგორც თამაშის წესი. აი აშკარად ორი სიუჟეტი რუსთაველზე შეეძლო გაეკეთებინა მარტო ტარიელის შემთხვევაში ან მარტო ავთანდილის შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ორივეს გვაძლევს და ორივე ერთი და იგივეს აკეთებს, თან რაღაც ნიუანსები ემთხვევა, მაგალითად ის, რომ ორივე მოკლულს ეძინა. იმ მომენტში, როცა მოკლეს. არაფერი დაუშავებია. არც ერთს არაფერი დაუშავებია და არც ერთი არ იცნობდა მკვლელს და იყო თავისთვის და ამას აქვს მე შემიძლია ეს სხვანაირად ახსნა, იმიტომ რომ ამ მორალისტურ კულტურაში აუხესო თქვით, რომ ის ხო იცნება ალბათ. სხვანაირად. ყველაფერი ხსნება სხვანაირად. კვანტური მექანიკის რა თქმა უნდა შეიძლება და რა თქმა უნდა შეიძლება. მე როგორც თქვი, რუსთაველის მთავარი იდეა, ეს არის სამყაროს ერთიანობის იდეა. ღმერთო ერთო და ასე შემდეგ, ხო, არის ერთი ღმერთი, სამყაროს ერთი საწყისი, რომელიც ბადებს მარტო კარგს. ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს. ბოროტიცა რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა, თქვენს ბოროტსა უმყოფო კეთილნია შენთვის მზანი. ანუ ბევრგან აღნიშნავს, რომ
ბოროტება საერთოდ არ არსებობს, რომ სამყაროს ქმნის ერთი ღმერთი და ეს მთელი სამყარო მისი ნაწილია, მისი მთლიანობის ნაწილია, ამიტომ ბოროტი საერთოდ არ არსებობს. აი ზუსტად და ეს ცნობიერება, ეს იდეა არის თავარი იდეა ზუსტად აღმოსავლური როგორც ვთქვი ფილოსოფიების და ყველაზე მძაფრად ეს არის ზუსტად ხაგავად გიტაში გადმოცემული და ამ იდეით ერთიანდება ეს ორი ნაწარმოები. ხაგავად გიტაში თავარი იდეა არის მკვლელობის თემა. ვეფხისტყაოსანში თავარი იდეა არის მკვლელობის თემა. მკვლელობით იხსნება მთელი კვანძი სიუჟეტური. ჯერ მონებირო დახოცა რას ერჩოდა. და თავსახელა თუ აი მე მაგალითად არა ყავს. ხო, მოკლედ ხაგავად გიტაში ხდება ესეთი სტროფი. აქ მე ეს არის დიდი მოდი წუთში ჩავეტები ალბათ. ხაგავად გიტა იწყება იმითი, რომ არჯუნა ეს პრინცი დგას თავისი ნათესავების წინაშე და ასნობიერებს, რომ უნდა დაიწყოს ომი, სადაც უნდა დახოცოს თავისი ნათესავები და ეკითხება ღმერთს კრიშნას, რა ვქნა? მე ჩემი მორალი არ მაძლევს საშუალებას, რომ დავხოცო ჩემი საყვარელი ადამიანები და უცებ იღებს რაღაც უცნაურ პასუხს და იმას რომ კრიშნა ეუბნება, რომ უნდა იბრძოლო. და მთელი ხაგავად გიტა შემდეგ არის ამის ახსნა, რატომ უნდა იბრძოლო? იმიტომ აქ არის რამოდენიმე პუნქტი, რამოდენიმე თავარი მომენტი, რომელთაც იკვრება ეს ცნობიერება. ერთი ის, რომ სიკვდილი არ არსებობს და კრიშნა ეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდი და ესეთი დრო არც მოვა. ამიტომ შენ მგონია, რომ საერთოდ ვინმეს კლავ. შენ ხარ მეომარი და შენ იცავ სიკეთეს. და რა არის სიკეთე? სიკეთე არ არის ის, რაც ჩვენთვის არის სიკეთე. გიტას მიხედვით. სიკეთე არის ესეთი ცნება არის გიტაში სამყაროს მთლიანობა, სამყაროს სიმრთელე, ანუ სამყაროს ის რაც სამყაროსთვის არის სიკეთე. თუ ადამიანი პირდაპირ არის მოცემული ფორმულა, რომ თუ ადამიანი ეგოიზმისგან თავისუფალია, თუ აქვს ეს მთლიანობის ცნობიერება, უპირობო სიყვარული და თუ მოქმედებს მხოლოდ სამყაროს სიკეთისთვის, მას შეუძლია რომ მოკლას. აი ესეთი სტროფია პირდაპირ, ვინც დაცლილია თავკერძობისგან და აქვს გონება შეუმწიფლელი, არ ემონება იგი საქმეებს და გინდაც კლავდეს არ არის მკვლელი. ამას ამბობს ღმერთი. ღმერთი, რომელიც არის თვითონ მკვლელი, რომელმაც თავის დროზე მოკლა თავისი ბიძაშვილი, იმიტომ რომ მას მისი მოკლა უნდოდა. ანუ მკვლელობა ინდუიზმში, გიტაში არ ითვლება ტაბუდადებულ ცოდვად. და რაშია ეხლა საიდუმლო რუსთაველის ჩემი აზრით. რუსთაველი შევადარეთ რამაიანას მართლაც ისეთი მსგავსება და იდენტობა რომ ვერ წაუვალთ ვერსად, მაგრამ არის ერთი დიდი სხვაობა. ის რომ რამაიანა როგორც ტარიელი არის ღვთაებრივი ადამიანი, მაგრამ ღვთაებრივ პიროვნებად იგი ითვლება იმიტომ, რომ ის არის დჰარმის ამსრულებელი. დჰარმა ინდუიზმში არის უმთავრესი ცნება. ეს არის რელიგია, პატიოსნება, სულიერება, სიკეთე, ყველაფერი ამას მოიცავს დჰარმა. და რამაიანაში რამა არის ადამიანი, რომელიც დჰარმას ყველაზე უნაკლოდ ასრულებს, ამიტომ ღვთაებრივი. ანუ მისთვის მაინც არსებობს რაღაც წესი, რაღაც კანონების კრებული, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს და ასრულებს. ხო, არა. ყველა რელიგიაში აბსოლუტურად არსებობს რაღაც კანონების კრებული, რაღაც დოგმების კრებული, რომელსაც შენ გარედან იღებ. ერთადერთი რელიგია, ერთადერთი უпростоად რელიგია ეს არ არის, ეს არის უბრალოდ წიგნი, რომელიც თავისუფალია ამისგან, ეს არის გიტა. და ასევე თავისუფალია ამისგან ვეფხისტყაოსანი იმ კუთხით, რომ რუსთაველის გმირები არასოდეს არ მოქმედებენ გარედან მიღებული წესების მიხედვით. მათთვის არ არსებობს არც არაკაცკლა, არაფერი საერთოდ. ის ავთანდილი იღებს გადაწყვეტილებას მყისიერად იმ მომენტში,
წამიერად იღებს გადაწყვეტილებას და სწორ გადაწყვეტილებას იღებს და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. იმასთან რომ არის ესეთი სტრიქონი ეპისტოლოსაში ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად. ამას ამბობს ნესტანი იმ მომენტში, როდესაც ნესტანი და ტარიელი გადაწყვეტენ სასიძოს მოკლას. ამით რუსთაველი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ სასიძოს მოკლა ეს არის მართალი სამართლის აღსრულება, რომელიც რუსთაველისთვის ჩვეულებრივ სამართალზე მაღლა-დღეს. და ეს მართალი სამართალი გამოიხატება მკვლელობით. და რატო გამოიხატება მკვლელობით? რომ კარგად რომ გავარჩიოთ სიტუაცია, თუ ჩვენ მორალით შემოვიზღუდებით, რაღაცები მოგეჩვენება არასწორად და ვიტყვით, რომ ეს რა ჩაიდინეს და რა საშინელება ქნეს ტარიელმა და ნესტანმა, მაგრამ სინამდვილეში სიტუაციას რომ შევხედოთ, არის ესეთი. ტარიელს და ნესტანს უყვართ ერთმანეთი, სრული უფლება აქვს, რომ ინდოეთი მართონ, ორივე არის მემკვიდრე და ამ დროს რატომღაც გადაწყვეტს ფარსადანი, რომ მოიწვიოს უცხო სასიძო რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით, ის სასიძოც მოდის და სიამოვნებით უნდა ჩაიბაროს ნესტანის და ინდოეთის. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. როდესაც ნესტანი და ტარიელი წყვეტენ, რატომ უნდა მოკლან სასიძო, ესეთ რაღაცას წყვეტენ, რომ მოკლან ის ზუსტად ყველაზე ოპტიმალური საშუალებით სამყაროსთვის. ანუ რომ ამ მკვლელობას შეეწიროს რაც შეიძლება ნაკლები ხალხი. იქ განიხილება რომ შეიძლება ჯარით მივიდეს ტარიელი და ამოხოცოს საერთოდ ის სხვა რაზმელები, მაგრამ გადაწყვეტენ ესეთ რამეს რომ მიეპაროს და ისე მოკლას. ანუ რუსთაველისთვის ეს მორალიც კი არ არსებობს, რომ მიპარვით მოკლა არის სირცხვილი და ასე შემდეგ. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ადამიანმა იმოქმედოს სამყაროსთვის ყველაზე უმტკივნეულად. და ყველაზე უმტკივნეულ საშუალებას ისინი ამას პოულობენ. და ის ფაქტი, რომ ორივე მოკლულს ავთანდილის და ტარიელის შემთხვევაში ეძინა, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ძილი საერთოდ არის გაუცნობიერებლობის, სულიერი ძილის სიმბოლო. ისევ აი ყველაზე კარგად ბუდიზმში ჩანს. ბუდა არის გაგვიძებული, თვითონ სიტყვა ნიშნავს გაგვიძებულს და სულიერად ძინარე არსებობენ სულიერად ძინარე და გაგვიძებული ადამიანები ბუდიზმის მიხედვით. ეს სულიერი ძილი რას გულისხმობს? იმას გულისხმობს, რომ ადამიანი არ არის აქ და ახლა. ის ვერაცნობიერებს იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. ანუ ის სასიძო რომ მოდის, ის იღებს იმას, რაც არ ეკუთვნის. და იგივე ხდება ავთანდილის შემთხვევაშიც. ჭაშნაგირი ემუქრება ფატმანს, რომ რახან მე შენ სხვა შეყვარებულთან გნახე, მე ვეთქვი მეფეს კი არა, შენ ქმარს და ის შენ შვილებს დაგაჭმევინებსო. ანუ რაღაცა ისეთი მოინდომა, რაც მისი უფლება არ იყო, იმიტომ რომ თვითონაც ჩვეულებრივი ავთანდილის სტატუსი ჰქონდა, ჩვეულებრივი შეყვარებული იყო და არავითარი უფლება არ ჰქონდა, რომ ამდენი ვთქვათ გაეხურებინა, მაგრამ აკეთებს ისეთ რაღაცას, რამაც ბოროტება უნდა მოუტანოს არა მარტო ფატმას, არამედ მის შვილებს და მის ოჯახს და საერთოდ ყველაფერს. და აქაც ავთანდილი იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მთელი სამყაროსთვის და არა თავისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ტარიელი და ნესტანი ისჯებიან იმითი, რომ ნესტანს ვაში გადააგდებენ და ასე შემდეგ. ავთანდილი კიდე არ ისჯება. ეს ფაქტია, რომელსაც რუსთაველი გვაწვდის და თან არის ესეთი მომენტი, რომ საერთოდ სიტყვა აღარ არის თქმული ამ მკვლელობებზე. ანუ ეს მორალის თემა ავტორისთვის არ არსებობს. უბრალოდ არ განიხილავს, მორალი მას არ აინტერესებს. მაგრამ გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ტარიელი და ნესტანი ისჯებიან, ავთანდილი არ ისჯება. ეს იმიტომ ხდება, რომ ტარიელი და ნესტანი მართალია სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ მათ მოტივში არის მაინც ეგოიზმი. ტარიელი სავსეა ამ პარტავნებით, ინდოეთს სხვა მეფე დავსვა ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხმალია და არის მოკლედ იქაჩება რა და არიან ეგოისტური ამ პარტავნებით სავსე. ანუ მათ მოტივში მაინც იყო ეგოიზმი და ავთანდილის მოტივში ეგოიზმი საერთოდ არ ყოფილა, იმიტომ რომ ის წასული იყო, თავის ცხოვრებას მოწყვეტილი იყო და მარტო ტარიელისთვის აკეთებდა ყველაფერს.
და ეს მომენტი იმითია მნიშვნელოვანი, რომ რას ნიშნავს მორალის გარეთ მდგომი ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ცოცხალი. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ვარიანტი, ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანი იყოს ცოცხალი. იმიტომ რომ თუ მე მოქმედებ გარედან მიღებული წესებით, ოდესღაც ბავშვობაში მიღებული, ან ოდესღაც მიღებული კანონებით, რომელიც მე რომ ჩამაგონეს, მე ჩემი გადაწყვეტილება ვერასოდეს ვერ იქნება ჩემი. მე არასოდეს ავიქნები მე, იმიტომ რომ მე ვაკეთებ რაღაცას, რაც სხვა ვთქვათ. ანუ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი იყოს ცოცხალი, რომ ან იცხოვროს აქ და ახლა, ის უბრალოდ ცოცხალი იყოს და მისი გადაწყვეტილება იყოს მისი, არის ის, რომ ადამიანი საერთოდ თავისუფალი უნდა იყოს გარედან მიღებული რაღაც კლიშეებისაგან. და ასეთ ადამიანს გვაძლევს რუსთაველი, ასეთ ადამიანს გვიხატავს. და ეს უნიკალურია მსოფლიოში. მარტო ეს რომ მოეცა რუსთაველს, ის იქნებოდა უდიდესი გენიოსი საერთოდ, ვინც კი დაბადებულა, მაგრამ რუსთაველი ამაზე მეტს გვაძლევს. ზეკაცის იდეა იცით ალბათ, რომელიც ნიჩემ მოხდა და ზუსტად ნიჩეს განსაზღვრება ზეკაცისა ბოდიში 2 წუთსაც ბარემ დავამთავრებ. ნიჩეს განსაზღვრება ზეკაცი არის ესეთი. ნიჩე ამბობს, მე მაქვს მე ყველაზე დიდი რაც მე მინდა მქონდეს, ეს არის მქონდეს ჩემის პირადი მორალის ქონისუფლება. და ამაში მდგომარეობს მთელი ჩემი ფილოსოფიის არსი, ამბობს ნიჩე, რომ მე მქონდეს ჩემი პირადი მორალი. და კიდე ერთგან ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აკეთეთ მუდამ ის, რაც თქვენ გსურთ. და არასოდეს აუღალატოთ ამ წესს და არასოდეს არ იქნებით უბედურები. აი ესეთი ის აქვს განსაზღვრება ნიჩეს. ანუ ნიჩესთვისაც ზეკაცი არის ის, ვინც მოქმედებს საკუთარი თავიდან და არა გარედან მიღებული წესებისგან გამომდინარე და მაგრამ რუსთაველი ნიჩეზე მეტს ახერხებს, იმიტომ რომ ნიჩე იჭედება პროტესტში ამ რელიგიურ ცნობიერებასა და ზეკაცს შორის. მაგრამ რუსთაველი გვაძლევს უნიკალურ რაღაცას. ის ერთდროულად გვაძლევს რელიგიურ ცნობიერებას და თან გვაძლევს ზეკაცის ინდივიდუალისტურ ცნობიერებას. ესეთი რამე მსოფლიოში არც ერთ ნაწარმოებში არ ხდება. ეს რამან უნდა წაიკითხოს ლექციების სერია. დიდი ბოდიში აი ბარემ დავამთავრე. შეიჭრა რუსი. აკადა გელავდა. გაეცნა. ანუ საქმე რაშია, იცით რომ აღმოსავლური რელიგიები მთელი თავისი სიღრმის მიუხედავად ვერ მიდიან ინდივიდუალიზმამდე. ერთადერთ გამონაკლისს ხაგავად გიტას თუ არ ჩავთვლით, სადაც ინდივიდუალისტია კრიშნა და სადაც კრიშნა ეუბნება არჯუნას. ეს მთელი ეს გამოცდილება მე რაც მოგეცი, მიიღე და როგორც გინდა ისე იცხოვრე. ეს არც ერთ რელიგიურ წიგნში არ ხდება. ანუ სულ თავისუფლებას აძლევს თავის მოწაფეს და თვითონაც ყოველთვის მოქმედებს საკუთარი თავიდან გამომდინარე. და ვეფხის პაუზაში გვაქვს ასევე ესეთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთდროულად გვაქვს რელიგიური ცნობიერება, რომელიც უშვებს რაღაც კოსმიური გონის არსებობას და ამავე დროს გვაძლევს ინდივიდუალიზმს. რუსთაველი არის ინდივიდუალისტი, რომელიც აღიარებს პიროვნების თავისუფლებას და არის ცოტა პათეტიკურად დავამთავრებ, მაშინ რუსთაველი არის დღესაც მომავლის პოემა. ეს არის ნაწარმოები, რომელიც დღესაც კი მომავლისთვის არის, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები სამწუხაროდ დღესაც არის.